ის რომ გვანცა ქველაძეს რეზო რაზმაძემ არც დაზიანება მიაყენა, არც დარტყმა განუხორციელებია და ის დაზიანებაც რაც მიიღო, რეზო რაზმაძესთან კავშირში არ არის. დადასტურდა იმ ექსპერტიზებით, რომლებიც სასამართლოში იქნა წარდგენილი. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომელიც ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა განახორციელა. დასკვნაში აღნიშნულია, დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება, არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა დაზიანება გვანცა ქველაძეს წაქცევით მიეღო და არა დარტყმითი კონტაქტის შედეგად, განაცხადა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას ვადგენთ, რა საგნით არის აღნიშნული დაზიანება განვითარებული, რაც შეეხება მექანიზმს, ვინმემ დაარტყა ხელი, კრა, წაიქცა თუ სხვა. ამის დადგენა მოცემული ექსპერტიზის ფარგლებში შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმას ვადგენთ, არსებობდა თუ არა დაზიანებები და რით შეიძლებოდა მათი განვითარება. რაც შეეხება კონკრეტულ გარემოებებს, წაქცევის შედეგად იყო მიღებული თუ რეზო რაზმაძემ მიაყენა. ამის დადგენა ჩემთვის შეუძლებელია. მხოლოდ და მხოლოდ ის დავადგინე, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა თუ არა. როგორც ხედავთ, თავად ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზეც კი გამორიცხულია. რეზო რაზმაძის მხრიდან გვანცა ქველაძის მიმართ დაზიანების მიყენების ფაქტი განხორციელებულიყო. ვინაიდან ექსპერტი მიუთითებს, რომ მას არ შეუძლია იმაზე მსჯელობა, დაზიანება რით იყო გამოწვეული, წაქცევით თუ სხვა გარემოებით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით კი დასტურდება, რომ გვანცა ქველაძის დაზიანება მიღებულია წაქცევის შედეგად და არა რეზო რაზმაძის ფიზიკური ზემოქმედებით. ასევე ისიც, რომ აღნიშნული დაზიანებები შეუძლებელია განვითარებულიყო თავის არეში ან ხელში დარტყმითი კონტაქტების საფუძველზე. გვანცა ქველაძეს აღინიშნებოდა დაზიანებები, ეს იყო ორი დაზიანება საკმაოდ მცირე ზომების. ერთი დაზიანება აღინიშნებოდა მარჯვენა მუხლის წინა ზედაპირზე, იყო 2 სანტიმეტრი გამრავლებული 1 სანტიმეტრზე, აი ესეთი ზომის და მეორე დაზიანება აღინიშნებოდა მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე 0.6 გამრავლებული 0.3 სანტიმეტრი. თუ ჩვენ ნახავთ, ეს საკმაოდ მცირე ზომის დაზიანებები, ოღონდ ეს იყო ნაჭდევები. ნაჭდევების მიყენებას აქვს გარკვეული მექანიზმი. ეს ნაჭდევები არ არის მიყენებული ადამიანის ხელით. ჩატარებული არის ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზა და კარგად ჩანს, როგორ ეცემა გვანცა ქველაძე. ეს დაზიანებები მიყენებულია სწორედ დაცემით და არავითარ შემთხვევაში ადამიანის ხელით. გამომდინარე იქედან, რომ ნაჭდევების წარმოქმნას აქვს თავისი მექანიზმი. ეს არის ზედაპირზე გადანაცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველდღე ადამიანის ხელი ამ დაზიანებას ვერ გამოიწვევდა. სასამართლოზე დაისვა საკითხი, თავის მიდამოში იყო თუ არა დაზიანებები, თავის მიდამოში და სხეულის სხვა ნაწილებში, გარდა მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა იდაყვის სახსრისა, რომელიც აღნიშნეთ, რომ დაცემით არის მიღებული, სხვა დაზიანება არ აღინიშნება და რაც თავარი კონტაქტი არ აღინიშნება არანაირი, რაც ასევე დაადასტურა და ვიხემძღვანელეთ ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზით. დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება არ არის, ექსპერტიზა საერთოდ შეფასებას არ აძლევს, ანუ არანაირი კვალი სხეულზე სხვა არ აღინიშნებოდა გარდა აი ამ ორი დაზიანების. გვანცა ქველაძეს რა თქმა უნდა ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხაროვლის ექსპერტიზის ბიუროში და სწორედ იმ დასკვნიდან გამომდინარე, მას არც სახის, არც თავის, არც ხელის მტევნების მიდამოში არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. და მივდივართ შედეგებამდე, ექსპერტიზა მივიდა შედეგებამდე, რომ ნაჭდევები, რომელიც აღენიშნება გვანცა ქველაძის სხეულზე, ძალიან მცირე ზომის იდაყვის მიდამოში და მარჯვენა მუხლის მიდამოში. ზუსტად იმ ზედაპირებზე, სადაც ხდება დაცემა ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზით. ეს დაზიანებები მიეკუთვნება ნაჭდევებს, ნაჭდევები თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, წარმოქმნილი არ არიან ეს ნაჭდევები, წარმოქმნილი არ არიან ადამიანის ხელის ზემოქმედებით. არამედ წარმოქმნილი არიან ორივე საგანთან კონტაქტის შედეგად და თუ ვიყენებთ ვიდეო ფონოსკოპიურ ექსპერტიზას, იქ პირდაპირ ჩანს, რომ და აღწერილია, რომ მოხდა დაცემით. დიახ, ეს დაზიანებები წარმოქმნილია დაცემით. ის ფაქტი, რომ გვანცა ქველაძის მიერ რეზო რაზმაძის მიმართ განხორციელდა
პროვოკაცია. დადასტურებულია სასამართლოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომელიც თავად გამოძიების მიერ ჩატარდა და წარდგენილი იქნა სასამართლოში. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვა: განიცადა თუ არა გვანცა ქველაძემ ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტ მარინა მათიაშვილის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგებით გვანცა ქველაძის ფსიქოემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად. გარდა ამისა, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გვანცა ქველაძე რთულად ეგუება ფორმალურ შეზღუდვებსა და აკრძალვებს. გააჩნია სოციალური და ადაპტაციური სირთულეები, მის ქცევებში ვლინდება გაღიზიანებადობა და იჭვნეულობა გარემომცველთა მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით. მის ქცევებში გამოიხატება სიჯიუტე, მკივნეული თავმოყარეობა, ურთიერთობებში წონასწორობის დარღვევის ტენდენცია, ასევე თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისა და თვითდამკვიდრების გაძლიერებული მოთხოვნილება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გვანცა ქველაძის ქცევებში აშკარად ვლინდება ყველა ის თვისება, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიერ რეზო რაზმაძესთან დაპირისპირებას.